ხედავთ ჰორიზონტალურად გვაქვს შვეიცარიელი ფეხბურთელი, ბრაზილიელი ფეხბურთელი და ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია ბუფონთან. ხოლო ვერტიკალური ჩამონათვალი ასეთია. ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ნაპოლის ფეხბურთელი და მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი. ამ რაუნდს იწყებს პირველ რაუნდში დამარცხებული ცოტნე. შუა გავხსნათ ნაპოლი და ბრაზილიელი. მოდით იყოს დავით ნერეში. მოდი ბოლოსკენ გავხსნათ მანჩესტერ სიტი, შვეიცარია, მანუელ აკანჯი. მოდით იყოს ბუფონი და ორი ჩემპიონთა ლიგა. ანდრეა პირლო. მოდი იყოს მანჩესტერ სიტი და ბრაზილია, გაბრიელ ჟესუსი. ბუფონთან ერთად უთამაშია და თან სიტიში. მოდით წესით უწევს ალბათ იუვენტუსში გადაიკვეთნენ, არ მახსოვს ზუსტად იყოს კანსელო. ანუ ეს ნაკრებიც ხო ითვლება ბუფონთან ერთად თამაში. ცხადია, კი. ორმაგი შანსი აქვს ცოტნეს, მაგრამ შეგახსენებ. ჩავსვა ნაპოლი, ბუფონი, რომ შვეიცარიელი ლიგის მოგება ორჯერ ძალიან. შვეიცარიელი ლიგის მოგება, ხო, არ ვიცი. ნაპოლი, ბუფონი, ეს იქნება ლორენცო ინსინი. ყოველ შემთხვევაში დავიტოვებ ერთი უეჭველი, ვიცი რომ ბაკურს არ მოვაგებინო მაგის შანსი გვაქვს, უბრალოდ ახლა ვეცდები რომ მე მოვიგო, გავიხსენებ ლიგის ორჯერ მომგები თან შვეიცარიელი. შვეიცარიელი და არის მოდით ვიტყვი შედრან შაქირი. ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და შვეიცარია. ეს ერთადერთი სწორი პასუხი იყო შაქირი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის პირველი მინი თამაში მიაქვს ცოტნეს.